სპორტული პოდკასტი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს თბილისური პოდკასტი. ადღა აკაის ადღა ტელეფუკერი ჩვენ დროსო იყო. მე იმ კარგი კაცის სახელს გავაჟღერებ, ვინც გამოგვიგზავნა სტეპკარის ავტოგრაფიანი მაისური, კობი ბრაიანტის ავტოგრაფიანი მაისური. აქ იქნება რიარია, რიგი იდგება. არაკანაც ყველასია, სერგიც ყველასია, ნაფოტაც ყველასია და თქვენი დურაკულად გაუწმენდელი კამერებითო, თქვენი დაუდგმელი სცენარებითო, ეხლა ამათ უნდა რომ ჩვენ სცენარი დაგვიდგა? იო, აზე ხარ ამათ უნდა რომ სცენარი დაგვიდგან და მთელი ჩვენ ახალი ოპერატორი გაიჩინდა ჩვენ საზოგადოებაში. ეს გუგა, მოკლედ, ეხლა იქნება საცდელი გადაცემის პირველადი ჩაწერა? ესენი ძირა მაიმუნები არა შეიძლება გვიღებენ თო. ეხლა მოვიმზადოთ თვები დავივარცხნოთ, სერგი კი არის დავარცხნილი, ჩაპიკო კი არის გაკრეჭილი და ცოტა მეც მოვალაზე. ვსო, წავედით. დავაი. სერგი, good luck, bro. Good luck, sir. Good luck, sir. იცი სერგი რომ მე ამ მაიმუნება შეიძლება ეს ყველაფერს იღებდნენ და დაამონტაჟონ, ხო იცი? ტელევიზორ ამონტაჟებს ხოლმე კურიოზებს და რაღაცებს. ბიჭო, ახალ წელს გავუშვებთ კურიოზებში? რას? აი ჩვენ რაღაცა. პატარა რაღაცებს და კოლაჟი, короче, ახალწელს ჩვენი კურიოზების კოლაჟი. მე ხო არ ვიცი იქ რა იჩალეთ, მაგრამ მე ხდარწმუნებული 100% ესენ უკვე იღებენ, რომ მიდის ახლა გადაღება ამ თუთას. ეს ლაივი ცოცხალი ევასება თან. ჩვენ უნდა შპიონი. ჩვენ უნდა შპიონი. აი ესე გაეცინა გუგას. შპიონი უნდა მოგვიყვანა, აქ ეგეთი რამე არ გამოიპარებ. მე რა თვითონ შპიონი, ახლა სახის გამომეტყველებაზე ვერ ხედა გუგას უყურებ და მიიღებს უკვე. მე ხო ვიცი არა რა, აბა რა უნდა გავაპაროს მე. ვიცი რომ ჩაპიკო რაზე იქნება გადაცემა? რა გადაცემა? რა საპირე? მოხევით, რა გინდა? მოყვეთ. ეხლა სანამ ეს დაიწყებს ლაპარაკს არ გაჩერდება. მიდი, მე ვაფშე დღეს ისე მინორში ვარ, წუთლოვანი საათი მეძინა სულ. რატო? ვერ დავიძინე, რაც აღარავსა ვერ ვიძინე და ეხლა უნდა დავიწყო ამ დღეებში. ესე იგი შენ დაგემართება უძილობა, ჩემო სერგი. უკვე მჭირს ორი კვირა ვერ ვიძინებ. ეხლა მაგითი ნუ გვაშინებ რა. აი რა, ნუ ეხლა არა, სერგი. სიტყვა დალევა. კაი, გეყო ფარავს. წაიღო იმანტო. აი რა, მისე ვთქვი რომ ვერ ვიძინე მეთქი, რა გჭირს, დალევა ატეხე ვერ გავიგე დილა ადრიან. მე ავტეხეთო. ვაფშე თუ დალევა რომ მიდოდეს ვინდა მასწრებდა. პროსტო არა რა მორჩა ბაზარი. საქმეს მივხედოთ. დავაი წავიდა. ხო არის ხა ჩართული ძმაო. ჯიგარი ხარ. დავაი მე რომ რა მატორ, ეგრე უნდა ვთქვა. მატორი და შენ იწყებ, დავაი. მოკლედ. ეხლა ჩვენ რამდენიმე თვიანი ჩვენი საყვარელი პრარაბის, ჩვენი საყვარელი კოტეს და ჩვენი საყვარელი ხელოსანების გადამკიდე დიდხანს ვაკეთებდით ამ რესტორანს. და დღეს იბადება ბიჭი 9 თვის თავზე. ხო. კოტე ხო იცი როგორი ტიპი არის? მამა, ბავშვის გაჩენა 9 თვე უნდაო და არ გამოდის 3 თვეშიო. ეუბნები, მოკლედ არ გევეტყვით რას ეუბნები, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ვაკეთეთ ეს რემონტი რა სერგი. ვიცი გა. ამ ჩვენ პირველ სპორტ ბარს თბილისში. ეხლა ბევრი კაფე ბარი არის, რომელსაც ტელევიზორებია. გაიგე და 24 საათიანები ჩვენ თვითონ გვაქვს რამდენი მაგრები. კი ბატონო. მაგრამ ისინი არ არის სპორტული ბარები. ისინი არის კარგი კაფე, რესტორნები, პაბები, ღვინის რესტორნები და პახოვდუარი ფეხბურთები. კი ბატონო. ეხლა ეს იქნება ყველაზე მაგარი სპორტული ბარი თბილისში. მარტო თბილისში არა, მე თუ მკითხავ ამიერკავკასიაში. წადიება ანალოგი ნახე, შედი ინტერნეტში. ევროპაში? ბაქოში არ იქნება, ერევანში თუ არებერში ვაფშე არ იქნება. ეროვნელებს რაღაც ექნება თო. რა არ არსებობს ეგეთი. ეგენი ხო იცი როგორი ერთი იყო 10-15 წელს დინამოსთან სპორტ კაფე, თუ რა სპორტ. ჩემი ძმა კაცის იყო მაგარი ბიჭის და კიდე აპირებს გაკეთებს. და მან ეკიდა მარადონას ორიგინალი მაისური. ეგ არ დამავიწყდება, დავეცი. შენ რა მაისური გვაქვს? მე ეხლა ჩემ თხოვეს არ თქვაო, თორე მე იმ კარგი კაცის სახელს გავაჟღერებ, ვინც გამოგვიგზავნა სტეპკარის ავტოგრაფიანი მაისური. კი ბატონო. კობი ბრაიანტის ავტოგრაფიანი მაისური. მე პაპოჟი. საოცარი რაღაცეები გვაქვს, მაგრამ აზე ხარ მამა ამიგრძალათო. არ თქვა, აი გეხოცებითო რა, დიდი ფული გადაიხადა, იყიდა, გამოგვიგზავნა და ჯერო ნუ იტყვითო რა, რომ მე გაჩუქეთო რა. კიდე გვაქვს ქვეყნის რაღაცეები, რომელიც სურპრიზად არის, კიდე რაღაცეები გზაშია. შენიერი. კიდე ბევრი რაღაცა ჩამოვა რა. ძალიან კარგი. სერგი, ცოტა ნერვიულობთო. რაზე ნერვიულობ? მე რა ვიცი, პირველად ვიღებთ ვიდეოს რა. ეგ არაფერი, ნუ ინერვიულებ, relax man, relax my man. არ არის პრობლემა. აუ, რა ინგლისური ლაპარაკე, ბიჭო. რა ინგლისური საყოფა ცხოვრება ყოველდღიური daily language. მაგას ქვია daily English, daily language. ყოველდღიური რა. რა ვილაპარაკებ, ჩემნაირ ინგლისურს ბავშვები მეათე კლასელები სხლიან. არა, ძმაო, ეგ არის კლასიკური ინგლისური. შენ ახარ აი ცხოვრებისეული ინგლისური. არა, ჩვეულებრივი ენა ვიცი, კარგი რა. და თან მაგარი თავმდაბალი ხარ და
ძალიან დასტოინი ტიპი ხარ. აბა რა ეხა ჩემი თავი ამარიაჟ და ვაფშე ტრიპაჩა ხალხი მეზისხე. მოაშორე თავიდან ვინც ბერს ბლატაოს კაკას არაფერს ტრიპაჩა არ არის. არა მამა, სერგი არის ცოტა მარიაჟი, მაგრამ არასოდეს ტრიპაჩა არ ყოფილა. არც შენ არა ხარ ტრიპაჩა, არც მე არა ვარ ტრიპაჩა და ვაფშე ჩვენ ტრიპაჩები არ გვაქვს. არა ცოტა ტრიპაჩა. არა სერგი, ეს როგორ ცდილობს მე ვარ ძალიან მე პირიქით თქვენ მე არ მეცე მე ჩერეჩურ თავმდაბალი ტიპი ვარ მე არა სერგი ბიჭო, ყველაფერი გავლილია, ყველაფერში მაგარია თო. მე არაფერი არ მიკვირს ამ ქვეყანაზე და მე ვიცი ტიპები დღეს რო ერთ ადგილს ათამაშებენ ხო იმათ რამდენი აქვს კოეფიციენტი აჭარაბეთში 1 და 0.5 აი ეს მე მაქვს 1-დან 2. იმათ რამდენი? იმათ აქვს 17 და 28. 17 და 0 თქვი რა. 17 და 0. Просто რა არის ადამიანი რაც უფრო თავმდაბალი ხარ, რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობ, უფრო მასტი ხარ. მე ნაკლებ ლაპარაკშეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ თავმდაბალი დედას გეფიცები ხარ, ძალიან დასტოინი ხარ და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მე ბიჭო იცი რითი მივხვდი? აი მე ხო რამდენი წელი ამ ვიდეოებს ვიღებ 1-4-5 წელია რა და მილიონი წერილი მომდის. აი სერგი რო იცოდე დღეში დაახლოებით მომდის 500 წერილზე მეტი რა. ეხლა მე ისეთი ხალხი მწერს, უпроსორთ იმდენი და შენ გენაცვალე სერგი რო აღმოაჩინეო. დაგვაცანიო. სერგი რო დაგვაცანიო. სერგი რო გავიგეთ ვინ არისო და აი ხლა მაგას რო ლაპარაკობ. ზოგს გაუსწორდებოდა, ჰაუ რა кайდი. მე მცხვენია რო ლაპარაკობ ჩემ ხო და მე ვიცი რომ მცხვენია, იცი რა არის სერგი? ამ ვიდეოებში ჩანს ვინ რა არის, ვინ გულწრფელია, ვინ ყალბია, ვინ მაიმუნია, ვინც ფაიზაღია, ვინც როგორია თო. მაინც ახლა გავაგრძელო. მიდი ემა. მოკლედ ეს სპორტული ბარი გაიხსნება უამრავი ტელევიზორები გვაქვს, დიდი ეკრანები გვაქვს. მე გუგა ეს ყველაფერი დაათვალიერებინე რა ხალხს. ჩვენი ვიდეოებით ვანახებ. მალე 24 საათიანი გახდება, მაგრამ ჯერ არა რა, ეხლა ჯერ ხო იცი რაღაცა ისეთი პრობლემები არის, რომლებიც უნდა გადავლახოთ. ხვალე უკვე ფეხბურთია ესპანეთის საქართველო, უკვე რამოდენიმე მაგიდა დაჯავშნილია. ანგარიშები თქვით რა? ანგარიშები? მიდი სერგი შენ თქვი. რა ვიცი. ტოტალიზატორში კი შენ. არა უმეტეს ამ ეტაპზე არა უმეტეს 3-0 რა. ამ ეტაპზე. ვიგებთო? რა ჩვენას ვიგებთ ვაგებთ. არა, მე ეგეთ ანგარიშს ვერ ვიტყვი რა. აი რა. მე ვიტყვი ისევ 1-0 საქართველოს სასარგებლოდ და შოქში რო იყოს თელი ესპანეთი. აი რაც ახლა თურქებს უკრეს სტამბულში ეგეთი არ იქნება 6. კალათბურთში რომ მოუგეთ ხო არ ელოდნენ. არანაირად ხო. მე ხო შოქში იყო ესპანეთი. და მე ხო გაედო და დარჩა ჯგუფში. კი ბატონო. წარმოგედგინა? არანაირად. იმიტომ რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო ტიპი და ევროპის ჩემპიონი მოდის. ხო. არა, ნუ იცი რა, ჩვენ ერთხელ მოუგეთ, რა თქმა უნდა, ეხლა დღევანდელი შანსი ძალიან ცოტაა, მაგრამ რატო იმედია დიდი. არა, ნუ просто უყურებთ, გავერთობით რაღაც ხალხი მოვა მივიღებთ ჯიგრულად, უმასპინძლებით, ეგაც ხო ის არის, რა სტარტაპის ერთ-ერთი ის არის რა. ხო, ჩვენ ვივარჯიშებთ, სერგი ხო, რა. არა, ნუ ჩემი ეს გადაცემა. ეს გადაცემა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ ამ კაფის და ამ სპორტბარის პოპულარიზაცია უნდა გავაკეთოთ. ჩვენ იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ მაგრა გვიყვარხარ და გააკეთეთ სიტყვა პოდკასტი, არც კი ვიცოდი რა იყო. ეხლაც არ ვიცი რა არის. განათლების მიღება, განათლება რა. განათლებული ხარ ბიჭო, მაგრამ ამ განათლებას კიდე იცი რა ემატება? საოცარი მახსოვრობა რო გაქვს. ეგ არის. სერგი, ეს მახსოვრობა როგორ აქვს? ბევრ თევზს ჭამდი ხოლმე? ამ დროს თევზის ლუბიწელი არა ვარ. არა, ბავშვებს რო იღებენ, აი, თევზი ჭამე ბევრი მახსოვრობას. არა, მამაჩემს გევარ მაგრად მაგამ ბავში რა. მამაშენი ჭამდა ბევრ თევზს. ბავში მამაჩემი ლობიოზე იჯდა დღე-დაღამე. დღეში 6 სახოდი. მართლა? წადი ლობიო ხოდებს უფრაზე ლობიოს ჭამდა წვაცავს. ბიჭო, სალობიო ხო გვაქვს, მაგრამ აი ლობიოსტი ძალიან არა, მე ლობიო და ლობიომ ჭადი არ მინდა არ მევასება. ჭადი მაგარი. არა, აი პირში რო გეფშხრება და გემრიელობაც რო არ არის არ მევასება რა. მე რა უნდა კვილები. შენ ხარ ჩაკაფულისტი, მე ისედაც ვიცი რა. ჩაკაფულიო, აპრილ-მაისში ჩაკაფულის ბატკნისაც რაჯობია. იმიტომ გავაკეთეთ ეს გადაცემა რომ continue, продолжай. Continue. Be continue ნიშნავს გაგრძელებას. გაგრძელებას, be continue. იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს ბარი უნდა გაიგოს ყველამ. ეს ბარი, ნახე როგორი სლოგანი გვაქვს. მარაკანა ყველასია. ეს ნიშნავს, რომ განამარტო ფეხბურთის არის. დავაწვრილმანებ, განამარტო ბრაზილიური ფეხბურთის არის. განამარტო
კონკრეტულად ფეხბურთის სახეობა? არა. ყველა სპორტის არა, სახეობა. როგორ ახლა რეგბის სოფლიო ჩემპიონატი აქ იქნება სულ რეგბის ყველა ტელევიზორში იქნება თამაშები რეგბის, ასე სულ. და არა მარტო ეს პოპულარული თამაშები, სერხინიო. ფორმულა პირველი. აბა რა. შოგბურთი. ეს გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩემი მეგობრები არიან და ჩვენს უნდა ვიაროთ, ხო იცი ეს მილიონერი მასტები რა. ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი. ზვიადი მისეთი ხელბურთის კუთხე მოაწყო რო საოცარი. მოკლედ ყველა სპორტის არის. აი მარაკანა იქნება ყველას. ჩვენ გავხდებით 24 საათიანი, ჩვენ გავხდებით, რა ქვია, სპორტული მეკა თბილისში, გაიგე? 100%-ია. აი აქ მოვლენ მაგარ ცნობილ ხალხს, გადავუხდით სპორტულად ცნობილ და საყვარელ ხალხს. დაბადების დღეებს მოვეფერებით, ვეტერანებს მოვეფერებით. აუცილებლად. რა არის იცი გუგა? ეხლა სპორტული არა, კაფე რესტორნები ჩვენ რამოდენიმე გვაქვს, რომელებს ყველა კარგად მუშაობს რა. ეს უნდა იყოს ჩვენი სიყვარულის ადგილი. და სახელი მარაკანა ყველასია, უნდა გავხადოთ მთელი თბილისისათვის. აუცილებლად, აბა რა. ნახე, მარაკანაც ყველასია, სერგიც ყველასია, ნაფოტაც ყველასია და აქ იქნება შეკრების ადგილი. აქ იქნება სპორტის მოყვარული ხალხის ადგილი, სერგი. აქ იქნებიან კაი ტიპების მოსვლის ადგილი. ჩვენ მეგობრებს მოვიყვანთ სპორტის მოყვარულებს მოვიყვანთ. შინაურები. გუგა, კიდე რას გეგმავთ, იცი? მუსიკალური საღამოების ჩატარებას, რომელშიც სერგი აი ადრე რო იყო ევგენი მაჭავარიანი ვენაცვალე მაგაზე მაგარია სერგი თო ისეთ საღამოებს ჩატარე არა ვარ გაჩერდი მაგრამ ის ხომ კიდე კაი წითელი მაიკა არაცვია თორე გაწითლება მთელი მაიკა რო ჩავეცო წითელი მაიკა შენ გაწითლებაში მიგულისხმობ მაგრამ მითხარი სერგი საიდან აძრობ ამებს თუ აი რა გაცვია დღეს რახან უნდა შევხვდე ლონდონელ ახალგაზრდებს ჩიტო გრიტოში 7 საათზე რო სუვენირები გადავცე ჩემი მეგობრებს ორი ახალგაზრდა არის იქ გოგო და ბიჭი არსენალელები ერთი ტოტენჰემ ჰოტსპური და მეორე ვესტჰემ იუნაიტედის გოგოა ვესტჰემელები დღეს ეს ჩავიცი წამოვიღე გოგოს არსენალის მაიკა წითელი მაგრამ ეს მაიკა რო იყო ისინი შეიძლება დაბადებლები არც იყვნენ 91-93 ეს ის ხო, ვინტაჟი. ძალიან ვინტაჟურია. მე არც კი მახსოვს ეს. ამ წლებში თამაშობდნენ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელები. იან რაიტი, ალან სმიტი, პოლ შოუ და მერე იყო ნიკ შოუ, მაგიზმა მოგვიანებით უგარსელა ნიკ შოუ და პოლ შოუ. ესენი სულ ფორვარდები არიან. ეგენი სულ ფორვარდები არიან. ნუ ალან სმიტი რა ეხლა რა სამამთო. ახლა სუპერვარსკვლავები არ იყვნენ. არა ბიჭო ინგლისის ნაკრებში მაგეთ 91-93-ია ეს GVC. GVC არის ბრენდი როგორც Panasonic-ი, Sony. რომელიც დღეს უკვე გაუვისარი და აღარ უშვებს არაფერს. GVC ვეღარ არის ხო აქტიური ბაზარზე. ბიჭო რაღაცა ფირმები მაგრამ ჩაიძირნენ ესე. რადგა აკაი სადღა ტელეფუნკერი ჩვენ დროს იყო გერმანული ტელეფონი აკაი სადღა. გრუნტიკი ისე უშვებს ტელევიზორებს მე. სადღა უშვებს თო აი ვაფშე რაღაცები არის ხო. Nokia ტელეფონები iPhone-მა ჩაძირა. ჩაყლაპა კი არ ჩაძირა ხო. დააჭირა წიხლი რა. ხო, ეხა დარჩა ძველებიდან დარჩა მარტო Panasonic-ი, Sony, Kenwood-ი, შეგენი დარჩენ, მაგრამ ლიდერები არ არიან. ლიდერები ეხლა მაგალითად Sony-ს 20 წლის ტელევიზორი ეხლა ფუნქციურად ვერა, მაგრამ მირჩევნია დღევანდელ Hisense-ებს და რაღაც. სპორტული პოდკასტი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს თბილისური პოდკასტი. მარაკანაში იქნება ჩვენი შეხვედრის ადგილი. მარაკანა ისედაც უყვარს უკვე ნახევარ თბილისს და შეიყვარებს მთელი თბილისი. ჯერ სად ახარ მოიცადე. აქ იქნება რიარია, რიგი იდგება, მე შემოვალ. როგორც მე რიგში ვიდექი ხოლმე რა გრინვიჩ ვილიჯში რო შევსულიყავი. აი გრინვიჩ ვილიჯი ნიუ-იორკში არა რითო. ხო, დაუნთაუნში ხო რა. მე რო წინა ძველ ვიდეოში რო თქვი რომ კიდე კაი პიტერ ჰიმელმანმა შემიყვანა, თორე არც მიშები თვრალი ვიყავი. ეხლა ელისონს რეებს უგზავნი. საქართველოზე წიგნი ილუსტრაციებით დაწყებული სვანეთია მესხეთის ხელსურეთი ყველაფერი აჭარა ბათუმი ილუსტრაციები თბილისი ძველი თბილისი ყველაფერი იქნება რუსული ინგლისური ქართულ ენებზია რა. კაი ძვირიანი სიამოვნებაა, მაგრამ უნდა გაეცნოს ჯერო ჩამოვიყვანოს სტუმრად. ვერ მოიყვანეთ ცოლად. ტვინი არ ამქონა თავში 23 წლისას თო. არა და გევასებოდა ხო მაშინ. მე ვასებოდა ქალმა ლენინგრადში გამიცოდა ლონდონში ჩამიყვანა მეორე წელს მე ვასებოდა რა.
კაი გოგო იყო. კაი ადამიანი იყო. ეხლა მეგობრო? იმენა მეგობრობთ, აბა რა ვაკეთო, ეხლა 64 წლის ქათა რა ვაკეთო, ეხლა ვერ გავიგე რა. ბავშვები. გრუპერ სექსი მოვაწო. ბავშვები, სერგი. ბავშვები. რა ბავშვები არა ეს კიდე. არა ძმაო, ჩვენ დავჭით კარგი მეგობრები, ეს არის ჩემთვის დამაკმაყოფილება და ძალიან ბედნიერი აგზავ თავს. მე რო ხვალ ლონდონში ჩავიდე, ვიცი სახლი მაქვს და ოთახი მაქვს ჩემი რა, პრობლემა არა. ხო და ეხლა გაუგზავნ და ჩურჩხელები და რაღაცებს გაუგზავნო. ჩურჩხელას მე თბილისში არ ვყიდულობ, იმიტომ რომ კრასკებს მე ჩურჩხელას არ ვეძახი, ჩურჩხელა მარტო აგზნებ კახეთთან ჩემ ნათესაებს. ჩურჩხელა ღვინო. არ გინდა კაცო, არ ჩურჩხელა არა, მაგრამ ერთ ბოთლ ღვინოს საღამოს ერთი რათი გაუგზავნოთ თუ წავიდეთ. არა ძმაო, ესენი არ წაი. ღვინოები ჩემზე იყო. ახალგაზრდა გოგო ბიჭები, ორი შეყვარებულები, ორი გოგო ბიჭი. მოდი ერთი ჩანთა გაუსვოთ, სერგი, ფული გადაუხადოთ და ჩააბარო. არა ბიჭო, მეზობელი ეს ფინჩლეი როუზია, ის პენდინგტონზია. მე გოგო მითხრა პენდინგტონზე ცხელოდა. იქენ არის ხედავზე ტაბიძის პონჩი. ორი ბლოკია, რა ფეხით შეხვდება ერთმა. თავარია სტიკოკა მოხდეს მაგათ შორის რა. მეტი არაფერი. მოხდება ბატონო, ისე უყარდეთ გულში. ეგ მინდა გაუგზავნოთ, ანუ წიგნი ხო თემაა წიგნი, საქართველოზე წიგნი ინგლისურად, თავის ილუსტრაციებით, ყველანაირით რა. ჩურჩხელაც არის, გამოვლებაც არის იმ ილუსტრაციებში. ეგ მინდა გაუგზავნო, ხევსურული სუმკა მინდა ხელნაკეთი გაუგზავნო, handmade, ხევსურული ხო იცი და ფაჩუჩები და ქუდი ქალის ხევსურული. დეცი და ერთი ბოთლი ღვინო რო საღამოს დალიოს რა. ისე არსავს არაფერს, მაგრამ მაინც ეხლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ და სიმბოლურად რა, ახლა განა იმას რამე უჭირს, რომ Royal Shakespeare Company-ში მუშაობს დიზაინერი არის კოსტუმების, თო. Royal Shakespeare Company დიზაინერია კოსტუმების, შენ გადაობ, წადი აბა იმუშავე. ჯერ მუშაობდა Hampstead Theatre, Hampstead-ში მუშაობდა ჯერ. ახლა დაწინაურდა რა. თვითონ როგორ დადის ეს გოგო? როგორ? გაჩეთილი დახეული ლია რანგლერის ბეზრუკავკა ჯირშის კურტკა აცვია და უბრალოდ აცვია ძალიან. სერგი, მოყევი ერთი რაუბნელე. მე გაღმელი ვარ, ეს გამოღმელია. მე პადვალში ვარ გაზრდილი, ანუ დაბლობზე, ეს მაღლობზე, სუფთა ჰაერზე. მე მაღლობზე ვარ, ხო, კოსტუმის ძირში. აბა მაგარი ადგილია, კაი ჰაერი. შენ და სუფთა ჰაერი იყო, სანამ კორპუსებს ჩაგვიდგავდნენ, სერგი. აბა ბიჭო რა იყო სართულიანი ტიციან ტაბიჭი. ვიცი კაცო, მე ბავშვობაში მე ძველ კორპუსში ცხოვრობდი, მაგრამ ეგ იყო 6 სართულიანი. ვიცი. დანარჩენი სულ ჩემი ძმაკაცების სახლები, ოჯახები. რა კაი დრო. დაანგრიეს, ბიჭო. მაგრამ რა გინდა, ქვეყანა ინგრევა რა. და მიცე სახლები ინგრევა და დიდი სახლები შედება. დიდ სახლებში აძლევენ სამ ბინას, ვისაც კერძო ბინა დაუნგრიეს. ვიცი რა, ფინანსურად აწყობთ, მაგრამ ის მუღამი აღარ არის. სად არის კერძო ბინა? ვაკე რაღაცო ევასება თუ აღარ გავიგე. არ ვიცი, ვაკე, მე ვერ ვიცხოვრდი ვაკეში, მე ლიჩნად. რატო? არ მევასება აბსტანოკა. ლამაზია, ჭავჭავადი კარგად გაკეთა, სისუფთავია, სვეცკია, ტვი მაღაზიები რა, მე მაღაზია. არა, ვერ იცხოვრობდი იცი რატო იქ რო გაზრდილი ყავი. არა, ჩემი არ არის რა, ვაკე. მე ახლა ეგრე მესმის ხო მე ახლა მე მაინც მანდ უნდა. არა, ვაკეში კაია, მე მიყვარს გატასავება, რა მეტი არაფერი. ხანდახა. ხანდა. გოგოები? არა, საქმე მაქვს მე. ბიჭო, ჩვენთან ახლა გოგოები რო იყვნენ ვაკეში ყველაზე მაგრები დაგავიწყდათო. ეგ ხო. გოგოებში პირველები იყავენ. გაღმა უფრო კაი გოგოები იყვნენ თუ გამოღმა? არა, მასიმუმ გაღმა. რა ვიცი რა, მარცხენა. აქედან არის გაღმა და იქიდან გაღმა. არ ვიცი, მოგონი რაღაც სისულელია, მე თუ მგითხო რა. ჩაპიკო. რაც არის ეგ არის. ეს გაღმელები ერთი რას იძახიან? შენ, დათოჯან. ბატონო. სამატანა, მე ხლა მომისმინე. Yes. დღეს მოდიან ცოტა რამდენიმე მაგიდა დატვირთულია, 4-5 მაგიდა და ხვალე გპირდები 12 ხო არის მაგიდა. ხო. გპირდები ხვალე fools 12-ვე იქნება დაკავებული. მართლა? თუ გინდა მაზიანს დაგიდებ. ბიჭო, მაზიანი მე მინდა რომ შენ მოიგო. მაგრამ იცი რა? მე ნახე დიდი რეკლამა რატო არ დავიწყე იცი? ხვალე აქ იქნება რია. საკესტო რეჟიმში მე მინდა რომ ოქტომბერი ვივარჯიშო. ხვალე აქ იქნება. ჩვენი საზეიმო გახსნა იქნება ნოემბერში. მაგრამ რესტორანი უკვე გახსნა. გავიგე, მაგრამ მე გეუბნები ხვალე აქ იქნება რია. მე 12-13 სოფო რიასათვის მზადა ხარ? გასულია და მალე მოვა. აჰა. 12-13-ში იქნება კანტიკუნტი. გიცი რას არ მეტყველო, ფსონსავდებ რა. და 14-ში კიდე თამაში. 14-ში იქნება ისევ რია. 12-13-ში იქნება კანტიკუნტი არა, მინიმუმი 8 მაგიდა. 7-8. სერგო, ვანგას იცნობ? სერგო არა ჩემი ძმა რა. სერგი. ან სეროჟა ჯობია სერგოს. სეროჟ. ბოლშევიკურ სერგოს მირჩევნია სეროჟა სომხური. ეს სერგო რაუბედურებაა, ცხოვრებაში არ მithქვია და ხანდახან წამოგწდება. წამოვწდება ხოლმე რა, რაღაცა სერგო,
არა ძმაო Вообще, მაგ სახელი- შესერგო არა ხარ რა მაგ სახელი ხსენება. შენ ახარ სერგი მოხედი მომი ნახე გუგა ჩაფა შენ როგორ წამოვიდა ეხლა აწია ტრაკი რა და ნახე ეგრევე ჩაეხოთა სერგი ძმაო დედაჩემთან რო ცხოვრობდა ჩაპიკო მე რომ მივდიოდი უხარო და ეხლა ყველაზე ძალიან უხარია გუგას მოსვლა აბა რა. ჩვენ ისა ვართ რა მაგისტვის სტატისტიკა გაიგე და გუგა არის ბედნიერება რა სერგი რამდენი კამარი გაქვს ძმაო და რამდენი სათვალე ერთი მეორეზე უკეთესი ამას ისეთი კაზაჩოკები აქვს ისეთი კამრები აქვს ნიანგის ტყავიტო აი ნიანგის ტყავის რათ უნდა ვერ გავიგე მაგრამ ეთყობა ძალიან მაგარია რა არა ეგ როცა ბუხოი ვარ და როცა კაუბოისკის სტილები და დავიჭირო მოდი გენაცვალეს ჩაპიკო მიდი გუგასთან ცისფერი პიცოპერვი ხარის თავით made in USA ბიჭო პიცოპერვები ყველაზე მაგარია არ არის ყველაზე მაგარი ეხლა გუგა გადაიღო რეკლამა იცი პიცოპერვი არის 5 on 1 პირველი უყიდა 500 ნიშნავს ხო მაგარი ჯინსები რომ აჩუქა იცი ხო ვიცი ხო მაგრად გიხდება სხვათა შორის არა უყურე სერგი ზუსტად დაგაჯდა უყურე სერგიტო ეს მაგარი რეკლამა გადაიღო ლევისის რაღაც ხუდები რაღაცები და მე მომიტანა რომ მამა შენცო 501-ია მეუთხარი სერგი მარტო 501-ებს აღიარებს შენ 501 გაცვია არა ეხლა მე მაგალითად ახლა სხვა რაღაცა მაცვია Polo jeans company. რა 501 ბიჭო პოლოსი აქ 7000 შარვალ. სხვა რაღაცა მაცვია და მეთქი ალბათ არ იცის ისე ჩაეცვა Polo jeans company. აი ეს დაიგო. ხო, პოლო რატო მე პოლო ხა ჩემთვის არის ყველაზე სადა ზედა და ანუ ზედები ეს შენ მაგარია აქ ძალიან შავი. და მე მაგიტო მაცვია. რა მაგარი ხელი აქ არა. მე რო დიდი არ მქონდა ჩემთვის ჩემთვის სადა ეხა შენაც გაწვია. ამას ეს პოლოსი სერგის დამსახურება. რა ეგრე რატო გიყვარს? ეგრე არ მიყვარს. ბიჭო რა არის? მიოსება პროსტა. ბავშვობაში მეცო თავიდან ეგ მეშვიდე მერვე კლასში ვიყავი პირველად რო ჩავეცი. სად ხონდა მეშვიდე მერვე კლასში თო? ჩვენ რომ მეშვიდე მერვე კლასში ვიყავით იყო მე-17 საუკუნე. ამერიკელის მეგობრები გავიცანი ივერიასთან და მათ შუქეს ერთი ჩემოდანის მოტკები ჩავამიტანეს. სერგი. ბიჭო ჯერ მარტო მე მეუბნება 50-ი უკვე რაღაცები ხო გამოგვიგზავნეს. ილიას ვენად სვალე. ილია მინდა ნახე და მაგარი ვიცი ილია ნახე აქედანაც გითვლით მოკითხვას. ილია დაგზმანა რა კეპები, შმოტკები. აუ გეხოცები ეკაცი მინდა დავეკონტაქტო რა გავაკეთო რა ვქნატო. რა უნდა გავაკეთო და ილია შენი მობილური გამომიგზავნე ძმაო. რო სერგი მუნდა დაგირეკოს და კიდე ერთხელ ჩაგეხუთოს. ერთხელ ხო მაშინ ხო ველაპარაკეთ. არ მილაპარაკია მაგისთან არასოდეს. არა ხო და იქნება აიპოვნო რა TikTok-ზე. სადმო ბიჭო დღეში 1000-ები მოდის რა. ხო რა. არა მაგარი ბიჭი არის რა. ოქროა რას ლაპარაკობ, რას ეძახი ჩემი. სერგი ეგ მაიკა საიდან აგაკ. აუ რა ვინტაჟია იცი 91 წლის. და ზევითაც რო გეცა მაგარი კურტკა. აი იქ აგდია, ის ვაფშე მაგარი, ის ვაფშე ბომბა, ის 80. გიტანო. ის 80-იანი წლებია. ისიც უნდა განახოთ რა. რო შემოვედი ეგრევე თავიანთი აურა შემიქმნეს და აი რაღაცა აბა რა, ბებრების სხვა ძველ დროში ჩამკეტეს. ბებრების სხვა ხალხი ვართ. მე თოფემო ყველა ქვეყნისა შეერთით. ნახე გუგა Gunners. ეს საოცარი სპორტია. Gunners. ეს არის დაახლოებით 30 წლის ამბავი. არა 45-ის. 45. 82 წლის მოდელია ეგ. Adidas-ი ვინტაჟური ორიგინალი. ნახე ჩაპიკო გინახი ეგეთი რა მე მოდი ამომიტანე. მომიტანე საჩუქრა? არა ბიჭო ეს სერგი რომს გაჩუქოს არ უნდა გამოვართოთ კი არა პირიქით სული უნდა შეუბერო. რატო? ეს ხა მართლა ჩემი ზომა. არა ეს მაგერია ჩემი არა ეს მაშინ ეგეთი სტილი იყო 80-იან წლებში ეგეთი ეგრე უშვებდნენ დიდი ფართოებს უშვებდნენ და ყველაფერი პაციტუაცია ეხლა მაისური ეგეთი ზედა ეგეთი ნასკები გააქვს არსენალის დასკები არა ხელთათმანები მაქვს მაგარი მოწესრიგები. ხელთათმანები რა ყველაზე მაგარი მეკარე ვინ იყო არსენალში ჩემთვის დევიდ სიმენი იმიტომ კი არა მე ვიცოდი პირადად დევიდ სიმენი ჩვენო ლონდონელო მეგობრებო ნასკები არა აქვს სერგის არსენალის თო რაცესია რა გამახსენდა ხა ის სტილზე გამახსენდა. ცოტა ინგლისური ხო იცი აი თუ არა აქ დასკები თუ არა ნახე გუგა როგორ არა ბიჭო აი ეს ხერაწერია World best day. ეგ ამას უნდა იცოს. სოფლიოს საუკეთესო მამა მართლა ეგრე აწერია მე მგონა არსენალი ეცა არა არსენალი არა ნახე რა ამას უნდა ეცა ამას უნდა ეცოს გარი ხარ პირველი მანქანის ისტორიები მოყევით რა. აუ 1904 წელი ერთა. აუ მე მაგანა მყავდა ამ თელმა ვაკელიც ჩვენი პირველი მანქანები ჩვენი სერგი ხა მე მოგიტა მე მეგონა მანქანების დაარსება მეთქი დაარსება მანქანები 1904 წელი საფრანგეთი რა რენო
პირველი მანქანა აბა რა მე Citroen-ის მეგობრდა და მე სოფლიოში პირველი მანქანა გერმანული და ამერიკულია არანაირად ფრანგებმა ფრანგული იყო ავტომობილი გამოიგონეს ფრანგებს არც კი ვიცოდი რა მოიცა შენი პირველი მანქანა მეთქვი რა ჩემი პირველი მანქანა ხო ვიგეთქი მეგობრო ოდეშ გადავუდი გადაღება გვადაგირეკა ცოტა ხანში რაკენი არა უკვე ნელიტონი შედი და გამოვარდი რა სერგი ნელიტონი გადაღება მაგ ძმაო აი გალო გადაცემაში ტელეფონს გააკეთე შედი გამოვარდი გააკეთე რა და მე 4-ზე მოვალ რა გიო შემდეგ გადაცემაში შენც უნდა მიგაღებინო და ზარი მიურეკე რა პრობლემაა წავედი რა მწელი სერგი ვიღებთ რა სერგი სეგარო ვიტრაკებდი კაი ხო რატო არ ლაპარაკობთ მანქანებზე მიდი სერგი შენი პირველი მანქანა. რენო იყო პირველი თო აბა რა დაგუგლებ შედი ვიკიპედიაში და ნახავ რა არ ვიცოდი ავტომობილი გამოიგონეს ფრანგებმა მერე გადაიტანეს ამერიკელებმა და პირველი ბრენდი ამერიკაში ეს იყო 1921 წელი Cadillac ქალაქი დეტროიტი მიჩიგანის შტატი დეტროიტიდან რომელი რეპერია ბა ვერ გეტყვი იმიტომ ემინემი ხო თუფაკი ბრუნკლინელი დივასებოდა ხო ბიჭო მევასება ეგ რატო იცი ეგ არის რევოლუციონერი მაგ სტილის თორე მე პირადად ხო ორი ჟანრი ვერ შევიყვარე მუსიკალური ეს არის ბოდიშით ახალგაზრდებო რა კარგად ბრძანდებოდი თუ არ დაგევასებით რა ეს არის რეპი და რეგეი ჩაპიკო შენ ახალგაზრდებში არ გადიხარ მოდი რეგეი ბობ მარლეი და სასტავი ეგეთი ქუდი გაა რეპი და არა რაც მინდა რეგეი რეგეი არის ძირითადად აი კარიბის კუნძულების მუსიკა კარიბის კუნძულების მუსიკა რეგეი თაობის ამბავია გუგა ბობ მარლეი იყო მაგათი მეფე რა და მე კიდე სხვა მე არის რა მეფე რა აი სტილი მუსიკალური ჟანრი ვერ შევიყვარე მაგარი ვინ იძახის რამე მაგრამ ეს დაბოლილი მასზე უნდა მოისმინო მე არ ვეწევი მარიხუანას და როგორ მოვისმინო მითხარით თო ხისლადაც მაგარია არა მე 1-2 ჭიქა დამალევინე და მახეხინე როკენროლი რა დამალევინე გევედრების ხო და გითხრა კადილაკზე გითხრა ხო აუ გუგა შენ ამის კადილაკი გინახია ვისარ დაბრუნდებას კი როგორ არ მინახე იცი რა კადილაკი ამ დღეებში შენ რა ნომერია გითხარი ნომრის ისტორია მოუყევი რა აბა თუ მიხვდება უგუნ არა საიდან ეს ამერიკაში არ ცხოვრობ რა მოდელია კადილაკ ელდორადო ბიარიცი არის ნავაროჩენი რო ვიზახით რა შენ ნომერია ნიუ-იორკ რა NY არა თავარი უთხარი რიცხვები უთხარი 212 არის გუგა აი როგორ 5-7 ჯეოსელია და 5 მაგთი არა ეს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია თეოდორ რუზველტის დროს 1910 წელს ამერიკაში პირველი ტელეფონების ის გახსნა ეს კონედისონი იყო მაგის დამაარსებელი ამერიკელი ედისონ ხო იცი კონედისონი ნიუ-იორკში არ გახსოვს კონედისონი როგორ არ ცისფერი ლეიბლი ჰქონდა რა რეკლეის არ ქვია და კონედისონი იყო დამაარსებელი ტელეფონები ვაფშე ტელეფონი ამერიკულია მაგალითად რა მანქანა ხო არის ფრანგული ხო ეგ აღიარებულია რომ ტელეფონი ამერიკული ლამპუჩკა ინგლისელების მოგონილია მაგალითად რა რუსებმა არაფერი არ გააკეთეს სერგი რუსებმა ძალიან ბევრი რუსებმა ყველა დიდი ჩათალახება მოიგონეს ატომური ბომბი აბა ვერია მოაპარინაო ეს ვინა მოაპარე მე გეუნები ზახაროვა გამოიგონა მაგ სატანამ ნუ არა უგშას ეგ ხო და რა მოხდა იცი მათ ესე იგი დეტროიტის შორი ახლოს იყო მათ ხოს ტბებია მიჩიგანის ტბა ერი ონტარიო ტბებია რა ძალიან პატარა ტბა იყო კაროჩე რა იქ რა ერთი პატარა ტბა იყო და როცა გადმოიტანეს კონცერნი უკვე და იყიდეს რა რაღაც აქციები Citroen და Renault-სგან ამერიკელებმა ხო კადილაკი ხო უკვე ამოიქოქა კადილაკი და პირველ მანქანას უშვებს ხო 1914 წელი 13 წელი არ მახსოვს ზუსტად რა მოხდა იცი იმ ტბაში დაცურავდნენ ბატები ხო სულ ბატები დაცურავდნენ და ამ ტიპმა პირველი 100 წელი ვინც იყო ფლობელი ხო კადილაკის რაღაცა ჰამილტონ ჯერი ჰამილტონ თუ რაღაც გვარი სახელი რაღაც ჰეის ჯერი ჰამილტონ თუ რაღაცა ერთი შლაპით ბიძა იყო რა ძველი რა რაც იყო მაშინ მოდაში შლაპები ხო ეცი და ფრაკით რამე და მაგით არის 100 წელი კადილაკის ხო და ბატები გაყარეს და ამოაშრეს ტბა დეტროიტის შემოგარენში და იმ ადგილას ააშენეს პირველი ქარხანა კადილაკის და დღეს კადილაკის ზნაკზე რა არის
ბატები. ტბა და ბატები ახატია. აი პირეგანი თელი ფილოსოფია და თელი ისტორია კადილაკის ემბლემის. რა ბატები ახატია. ეხლა შენი 212 მოუყევი? 212 არის ხო კონედისონი, ტელეფონები. აი თბილისი ხო? არ გინე ხა ჯეოსელი მაგთი ეს არის მართალი ხარ. 995. 995 არის საქართველო. და 032 არის თბილისი. ეგრეა, ხო? ხო. და 212 არის ნიუ-იორკი. ნიუ-იორკის კოდი იყო და დღემდე არის, აი სატელეფონო მუგა. ერთიანი არის ამერიკა. ერთი ამერიკაში შედიხარ, ეს არის international code. +1. ერთი შედიხ +1 ამერიკაში შედიხარ. მანქანაზე გადავდივართ. თუ გინდა რომ ნიუ-იორკში დარეკო +1. ამე მოდელი არ არის, პირდაპირ მითხარ და გავალ რა. კაი, გეტყვი, არაფერი, კაი, მაშინ მანქანას დავამთავროთ. NY New York 212 ტელეფონების კოდი US United States. ეგ არის ჩემი ნომერი. 250 მანეთი დამიჯდა. მომისები, მეორე მანქანა რა ნომერია? ეგიც ითხარი? მეორე მანქანა არის იაგუარი. არ ამიღია ჯერ ნომრები ახალი ძველზე მყავს, იმიტომ გასაკეთებელია, ხო იცი? იმ ძველ ნომრებზე ყავს და HŠ911 სამინისტროს ნომრები იყო. ზევიტაძინაძე? ხო, ეგ არის რა. 23H. არ ამიღია ჯერ რა. აი არ მეჩქარება, უნდა გავაკეთო ჯერ რა. გავიგე, მაგრამ ეგ რამდენი წლის წინ უნდა აგეყოტო? არ არის პრობლემა, არავინ არ მედავება, არ დავდივარ და რა, გაფუჭებულია. რა გიდა ახალგაზრდა ჩემი პირველი მანქანა 06. 06. აი ეგ მაინტერესებს. ჟიგული. მარტო ეგ. კარგი, ეხლა მოყევი 06-ზე და მე მოგიყვები ძალიან მაგრად ჩემ პირველ მანქანაზე მერე. რა უნდა მოყვე 06 რა, მეტი აი არაფერი. რა უნდა. 06 რამატორით ყავდა. მე მგონია აძინაცავთ ის 3 არ იყო, 03 არ იყო, აძინაცავთ. ესე იგი, ეგ იყო 1600 და 1300 თუ რაღაცა. ხო იცი. 1 და 3. რო ისმინა პიკაპის კიდვა მინდა ეხლა რა მანქანას რო გავყიდე პიკაპი უნდა ვიყიდო მართლა და იქ მევასება ოღონდ მეუბნება რომ არ იყიდო Toyota აიგდო მეთქი რატო არ ვიყიდო მეთქი რა მე რომ მყავდა ყველაფერს მაზიდინებდა ეხლა მე მოგიყვები რა მყავდა პირველი მანქანა აბავედი სისფერი ბუტკა მოსკვიჩი. ოღონდ ბუტკის გარეშე. პიკაპი. სამსახურის მანქანა იყო. ეხლა გაცინო სერვისი. რარბილი კარობკა ქონდა მაგმას. ბაია მიჩნდა, ცისფერი იყო, გაიგე. რარბილი კარობკა ბიჭო 7-ჯერ ჩამეშალა ის კარობკა. არა მე არ ვიცოდი 50 ავარია გავაკეთე. ერთხელ ბიჯექი მანქანაზე მასკუჩზე ვიჯექი გამისროდა კარობკა. სერგი გაცინო, რატო არ მიყვარდა ეს მანქანა? ერთი კაცი ეტევა, ოღონდ ვარჯიშზე რომ მივდიოდი, მთელი ჩემი გუნდი უკან იჯდა ხოლმე. მაშინ ხო რა თამაშობდი? როგორ ეტეოდნენ მე მთელი? ბიჭო, ღიაზე პატარები ვიყავისო. პატარები. პიკაპი იყო უბუტკო რა. ხო, ვიცი, 20 კაცი ესე იჯდა, აზანზარებდით, პარნოზე რომ გავიდოდით. გაცინო, ვისაც რამე ქონდა გადასაზიდი. აუ ნაფო წაგვიყვანე რა. ეხლა გინდა არ გინდა, რა თქმა უნდა, ყველას მივეხმარები. ხო, მაგრამ მე და შენ. ხო. თქვა ტახტიკა გადასატან, ვინ უნდა აწიოს? ისევ მე და შენ. მე და შენ. მოგვდით ხელი დღეს ვიძავდით რაღაცებს. ეხლა აი მანქანა წაიყვანე ძმაო. მანქანა ჩემი, ბენზინი ჩემი. თავი დამანებე. ო, ამდენი ციკლი. ყოველ დღე ყველა რაღაცის გადატანა უნდა. კოშმარი რა. ის სასტრაფოზე მოყევი მე. რადგინა რადგინა პიკაპი. ადრო შენი პიკაპი. არა, თან რაპტორი უნდა ბიჭო 7 მეტრიანია. აში ჭერდება რადგინა. ისედაც ვერ ვაჩერებთ მანქანას გადაიტენა ქალაქი. სისულელე, მერე? გეთახმები. არება ხო არ ვიცოდი, დებილი ვიყავიტო. ეს მიყვარს. პირველივე დღეს რო დავჯექი, გამოვედი ტაბიძე ჩემი ეზოდან, ჩამოდივარ დაბლა პირველივე გზაჯვარედინზე და ხიე სასწრაფოს. კაცი გადმოვიდა შეჩემაო. თავარ გზაზე მოვდივარ. ჩართული მაქო მიგალკებიო. ყველა გზას ვითხოვს თელი თბილისიო. 30 წელია რულზოზე ვარ, შენისთანო დეგენერატი არ მინახია. მეუბნები. რავი, 1-20-22 აღარ მახსოვს რა. ეს მეუბნება რამეს მე. მაგრამ ის ისტორია მეყარა. რომელი? აი ხა კი შევყევი სერგი, მაგრამ ეს მანქანის ისტორიები ისე მევასება რომ გადაცმაშ თუ დაიდგას. პიკაპიდან რომ ტიპი რო იყო. რო გადმოვაგდე. ერთი ჩემი ძმაკაცი თემური ახლა ამერიკაში არის. ცოტა ხელი კიოდა რა, ბოლომდე ხელი არ ქონდა და აი ჩემ აღმართზე ამოვდივარ პიკაპით.
ხო და ამიყვანეო დაღმართზეო მე ვთქვი დაჯექი მეთქი კაბინკაში რა არაო და შეხტა უკან იმისავე კაუბოივით შეახტა ამ კუზოოს და მოკიდა ეს ხელი და ცოტა ხელი რო ტკიო და ეთქობა კარგად ვერ მოკიდა მე ძურაკებით მოუწყვიტე ამოვარდი ამ ჩემ აღმართზე ბიჭო და ავედი ეზოში დაგჭეშო არა ფლაგმაუმი არ იყო არაფერი შემოვედი ავეჭერი გამოვედი ტიპი არა სადახარ არ არის არ არის შევიხედე მანქანის ქვეშ არ არის რაზე დაგჭა ავიხედე არ არის მეთქი სად არის ეს ჩემისა ეხლა უყურე ორი პატარა მეზობლის ბავშვი მოდის იქ მკვდარი კაცი აგდიაო მეუბნე აი ბიჭო თურმე გადავარდნილა აბარა იქნება ეხლა გითხრა სერგი ჩავედი აგდია ამ აღმართზე დორჩარევით არის გაგორებული მივედი ბიჭოს შემოვარტყი რაღაც აზე მოვიყვანე რა მომივიდაო მე ვთქვი რა ვიცი შეჭება გამოვიარე აქ ეგდე მეთქი ავიყვანე რაღაცნაირად ამოვიყვანე სერგი კარგი საწყალი დედაჩემი ერთი თვე ნამსხვრებს უკეთებდა ყოველ დღე ვაჩვევდით ვეფერებოდით რომ რამე არ მოვიდა გადარჩა რა ერთი რაღაცა მინდა თქვა უსწრაფად. აბა მიდი. მოკლედ ეს გადაცემა დაახლოებით აზრს და არს მიხვდებოდით, რასაც აპირებენ, როგორ აპირებენ. დაიდება თვეში 3-ჯერ, ეყოლებოდ სხვადასხვა სტუმარი, კითხვები თქვენს დაწერეთ და მაგკითხვებსაც უპასუხებენ ყველაფერს. გულისხმიერად. ვირჩიეთ კიდე რაღაცები რაც შეიძლება დამატოთ. ეს სატესტო გადაცემა არის რეალურად პირველი გადაცემა არის და ყველაფერი განვითარდება და წავა უფრო და უფრო მაგარი გზით. მე ძალიან მომიწონა თქვენი დღევანდელი ლაპარაკი. ეხლა მე დაგტოვებ თქვენ გააგრძელებთ პროსტა. მე კამერებთან დავიყო. ვა. წავედი. სერგი ესე იგი ეს გამოვიდა. პირველი ჩემი ნახვა არის აქ რომ მოვიდა. და სერგის სათვალეზე არ მემარიაჟება სხვათა შორის. მართლა? არ ვარ სადაც და იმიტო. მიდით მე დრო გაქვს სერგი რა კამერას. სათვალე გაქვს დღეს? ეხლა ავიატორი რეი მანახება ერთი წუთი რა. მოდი ცოტას მე ვარ. რეი მანახ ერთ წამება. შენ სხვათა შორის შენ სახეზე კარგად იქნება ბიჭო, შენ ისეთი სათვალეები გაქვს, რომ შენ ყველაფერი გიხდება და ცოტა პატარაა, ხო? არა შენ სახეზე კარგად მე ცოტა დიდი მაქვს გუგა, კარგად ამაქვს სერგის სათვალე? გუგი, სერგის სათვალე მიხდება? მართლა გიხდება აუ, რა მაგარი სათვალე მაჩუკა, ბაბა, ამას ირა რატო ხო არ ნახე. რატო არ იქნება იცი რა, სერგი, მე შენგან განსხვავებით, აი ყოველ დღეს სათვალე. ხო მესმის ხო ტიპი არა ვარ რა ცოტა და. გული მწყდება რო არ კეთებია არა, მანქანაში მაგ? ხო აი ხა ზღვაზე ან სადმე თუ ხო მივიდივარ, რა მანქანით ვიკეთებ ხოლმე. ხო რა გაიკეთე რა კაი შენ რო სუგევასება, ძალიან მაგარი. ყველა შენი სათვალე მაგარია. ყველა შენი შმოტკა მაგარია. მოკლედ გუგა, დღევანდელი პირველი ჩაწერა ასე თუ ისე გამოვიდა. გაიგე სერხიო? მე ბრძნოფ რომ გამოვიდა კი მე ნახე, ჩვენ YouTube-ი არ ვიცი, აი გუგამ დაამთავობა მიცის. პრინციპში მაგრამ მე შენს კი უყურებ, YouTube-ს მაგრამ ბევრს უყურებ საინტერესო მე რაღაცებს ვაფშე არასდროს არ ხმარობდი. გუგამ რო არხი გააკეთა თავის ეს გუგა გიორგობიანი 14 იმის გამო YouTube-ი დავიწყე YouTube-ის ყურება, თორე მე არ მევასებოდა რა. რა არ გევასება იმდენი საინტერესო რაღაცებს ნახავ ბიჭო მე იმ დღეს უყურე ხო გითხარი გუშინ მანქანაში 92 წლის ესპანეთში სოფლიო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირი ბრაზილია ათამას ეგენიც 90 წუთი უყურე თავიდან ბოლომდე აბა შენი ძახი YouTube-ს არ უყურებ YouTube ესე იგი ეს ჩვენი არხი სერგი გახდება ძალიან მაგარი უკვე არის მაგარი იმიტომ რომ შენ ხარ და მე ვარ და მარაკანაში ტარდება ხო გენაცო მოვიწოთ ხოლმე მაგარ სტუმრებს აუცილებლად ჩვენ მეგობრებს ჩვენ საყვარელ ხალხს აუცილებლად ქალაქის საყვარელ ხალხს საქართველოს საყვარელ ხალხს და მე ვიბაზრებთ ხოლმე აუცილებლად კი მოხოდათ რო იტყვია რა ეს არის პირველი შეიძლება ჩაპიკომაც კი ხანდახან ვიღაცა მოიწვიოს აქა ხო ნუ მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება კარგად გამოგვი ვინა შპიონი მოვიყვანო მოსულა კი კაია აუ მაგარი იქნება შპიონი დღეს მე ხა მოსკოვშია ჯერ მე მგონი ახლა ადრე მასადის შპიონი იყო და ახლა მე მგონი რაღაცა კაკებესთანაც შპიონი კაია დადებითი პოზიცია სერგი არ დაგვიჭირო ამ შპიონის აი რა ვინდა დაგვიჭირო თუ ნახარა კარგი მე დაურეკავ ალიკო ქვია ხო ვიცი ალიკო რო ხო და თუ დაგთახდა ალიკო მოვიყვანო თუ არა და დაგთახდება ეგ შუდავერსტიებ წინასწარ გეუბნე იმას შენ კარგი მოკლედ მომავალ შეხვედრამდე ხალხო ჩვენი არხი იქოქება მოიქოქება და უამრავ წარმატებას მოიწერეთ არხი ხო ეხლა უნდა გამოიწეროთ ეს არხი
გუგა გიორგობიანი 14. არა, გუგა გიორგობიანი ეგ თავისი არის, ჩვენი არხი სხვა არის, ბიჭო, გუგა თავის ჩვენი, არხს თვითონ ხო. მიხედეთ. მაშინ აფოტა და კაი, სერგი. გუგას გამოიწერეთ, მაგრამ ნაფოტა და ჩვენ სერგი. არხს ერქმევა მარაკანა. გუგა ხო ეგრე დაარქვი მარაკანა. ფოტასთან მარაკანა. ნაფოტასთან მარაკანაშიო. ხო, ნუ რაღაცნაირად ამოვარდება, არ ვიცი. ხო და კაი, და ნაფოტასთან- სერგი მივხედავთ ამ კაი, ყველაფერს, ნაფოტასთან რა. მარაკანაში კარგია. აბა, დროებით დაარტყი. წარმატებები სულ ყველა. სერხიო, good luck, bro. Good luck, sir.